ჩვენი დასახმარებლად ვართ. ჩვენ არ ვართ ვალდებული იქ ვიყოთ. 2000-ზე მეტი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და აქედან 217 ბავშვი. აი ესე გამოიყურება ტრამპის წარმატებული ომი მიწიდან. ირანის წინააღმდეგ ოპერაციების მხოლოდ პირველ 24 საათში აშოშიმა ოფიციალურად განაცხადა 1000 სამიზნეზე დარტყმის შესახებ. ეს არ არის წერტილოვანი ომი, ეს არის ყოლობის კონვოირი. ზოგადად ომებს არ მოჰყოლია დემოკრატიული გარღვევა. პირიქით, მათ გამოიწვიეს უფრო მეტად მილიტარიზებული ავტორიტარიზმი და ირანში პოლიტიკური სივრცის ჩაკეტვა. დღესაც იგივე მეორდება. ინტერნეტი გათიშულია პატიმრების სიკვდილით დაჩაგრძელდება, ხოლო სამოქალაქო სივრცე, რომელიც რეფორმებს ითხოვდა, სულად განადგურებული. ვფიქრობ, ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შედეგი სწორედ ის არის, რომ მან გაანადგურა ის სივრცე, რომელშიც ადამიანები ირანული საზოგადოების ტრანსფორმაციისთვის იბრძოდნენ. ჩვენს თვალწინ იშლება ძველი მსოფლიო წესრიგი და ამ ნანგრევებში ერთადერთი, რასაც ფასი აქვს, არის ის მორალური სიმტკიცე, რომელიც უარს ამბობს აირჩიო ნაკლები ბოროტება და იბრძოლო სიცოცხლისთვის, იქ სადაც სიკვდილი ერთადერთი პოლიტიკური ვალუტა გახდა. გამარჯობა, ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. როგორც ყოველთვის დღესაც იმპერიების ბარბაროსობასა და ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგიყვებით. იმაზე, რასაც მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ნახავთ. თუმცა იმისთვის, რათა ჩვენი ხმა მომავალში ცისმოდეს, ერთადერთი გზა თქვენი აქტიურობა. გთხოვთ გახდით ჩვენი მხარდამჭერი ყოველთვიური დონაციით და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. დონაციის ბმულს კომენტარების ოლში ნახავთ. მიმოხილვას კვლავ ირანში მიმდინარე ამბებით დავიწყებ. წინა კვირაში ომის კონტურები კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. ომი, რომელიც სულ რაღაც 4 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, უკვე მეორე თვეში გადავიდა. თავიდან გვეუბნებოდნენ, რომ უზენაეს ლიდერს მოკლავდნენ და ირანი რამდენიმე საათში კარტის სახლივით ჩამოიშლებოდა. რეალობა კი ისაა, რომ ირანი კვლავ ფეხს ედგას. კვლავ ისვრის და დღეს მოწინააღმდეგეს თეირანი უფრო მეტად კარნახობს თავის პირობებს, ვიდრე ის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი წამოიწყო. დონალდ ტრამპი პრაიმ ტაიმში გამოვიდა და მთელ მსოფლიოს დაჰპირდა, რომ ირანს ქვის ხანაში დააბრუნებდა. ჩვენ მათ უკიდურესად ძლიერ დავარტყამთ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, იქ სადაც მათი ადგილია. ჩვენ ახლა სრულიად დამოუკიდებლები ვართ ახლო აღმოსავლეთისგან და მაინც ჩვენი დასახმარებლად ვართ. ჩვენ არ ვართ ვალდებული იქ ვიყოთ. ჩვენ არ გვჭირდება მათი ნავთობი. ჩვენ არ გვჭირდება არაფერი, რაც მათ აქვთ, მაგრამ იქ ჩვენი მოკავშირეების დასახმარებლად ვართ. ეს არ არის გამარჯვებული პრეზიდენტის გამოსვლა. ეს იმ ადამიანის ასოწარკვეთილი მუქარაა, რომელსაც სხვა გზა აღარ დარჩა და ახლა იმედოვნებს, რომ მარტო განადგურების შიშით მიაღწევს იმას, რაც 5 კვირიანმა გაუჩერებელმა დაბომბვამ ვერ შეძლო. მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს ქვის ხანა სინამდვილეში. სამხედროები ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა სტრატეგიული ობიექტები ან ოპერაციები. ეს სიტყვები იმისთვის გამოიყენება, რათა ნგრევა აბსტრაქტული გახდეს და ჩვენი ყური არ შეაწუხოს. მაგრამ ნანგრევები აბსტრაქტული არ არის. მაგალითად, გასულ კვირას ყარაჩი თეირანის დასავლეთით მშენებარე ხიდს დაარტყეს. ამ ხიდს არანაირი სამხედრო დანიშნულობა არ ჰქონდა. ჩვეულებრივი გზა იყო ხალხისთვის. მას დაარტყეს ერთხელ, შემდეგ კი როცა ადგილზე დაჭრილების გადასარჩენად მაშველები, მეხანძრეები და პარამედიკოსები მივიდნენ, ხელმეორედ დაბომბეს. ამას როგორც წინა ეპიზოდებშიც ვთქვი, ორმაგი დარტყმის ტაქტიკა ჰქვია. ეს არის მეთოდი, რომელთაც სპეციალურად იმ ხალხს იღებენ სამიზნეში, ვინც ხვების გადასარჩენად მიდის. შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა. ეს არ არის ომის შემთხვევითი შეცდომა, ეს არის გადარჩენის მცდელობის მიზანმიმართული აღკვეთა. ამავე კვირას გაანადგურეს ირანის პასტერის ინსტიტუტი. ეს არის საუკუნოვანი სამედიცინო ცენტრი, რომელიც მთელს რეგიონში ტუბერკულოზსა და ქოლერას ებრძოდა. ის უბრალოდ აღარ არსებობს. დაიბომბა 20 უნივერსიტეტი. თეირანში საკუთარ სახლში ოშულთან ერთად მოკლეს პროფესორი საიდ შამღადრი. ირანის წითელი ნახევარმთვარის მონაცემები შემზარავია. ომის დაწყებიდან მოყოლებული 113,000-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტია დაბომბილი. 2,000-ზე მეტი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და აქედან 217 ბავშვია. აი ესე გამოიყურება ტრამპის წარმატებული ომი მიწიდან. დანგრეული სკოლები, სისხლიანი სასწრაფოები და ქვის ხანამდე მიყვანილი ბავშვები ცხოვრება. There was no warning provided. Let me start with that. And I visited the university yesterday. არავითარი გაფრთხილება არ ყოფილა. ნება მომეცით ამით დავიწყო. გუშინ ვესტუმრე უნივერსიტეტს და საკუთარი თვალით ვნახე რამდენიმე ფაკულტეტის, მათ შორის ფიზიკის ფაკულტეტის მასშტაბური ნგრევა. ასევე მათემატიკის დეპარტამენტის, რომელიც სტუდენტებს საინჟინრო საქმისთვის აუცილებელ საბაზისო ცოდნას აძლევს.
ნახეთ ცენტრალური შენობაც, რომელზეც სტუდენტები მეუბნებოდნენ, რომ სულ ახლახან იყო რემონტი დასრულებული. ჩვენ ეს სქემა ვნახეთ ღაზაში, ნახეთ ლიბანში და ახლა ვხედავთ ირანშიც. ეს მეორდება მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი დაუსჯელად ხდება. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტებისა და მეცნიერების სახლი იყო STEM სფეროში. სწორედ აქ მიმდინარეობდა ირანული თანამსგავრების კვლევა და განვითარება, მათ შორის მაღალი სიზუსტის ორიენტაციის კონტროლის სისტემებისა და მოწინავე მზის პანელების შექმნა. ამ კონკრეტული უნივერსიტეტის ამოღება მოჰყვა იმავე უნივერსიტეტის გამოჩენილი პროფესორის, საიდ შამღადრის მკვლელობას, სულ რაღაც გასულ კვირას. თუ ამ ყველაფერს უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ირანის წინააღმდეგ ნახევარსაუკუნოვანი სანქციების ფონზე, რომლებიც სწორედ ადგილობრივ ინდუსტრიებს უტევს, გამოიკვეთება თანმიმდევრული და ნათელი სურათი. ეს არის ირანის სისტემური დეინდუსტრიალიზაცია და მისი იმ ადგილობრივი შესაძლებლობების განუვითარებლობა, რომლებიც ისტორიულად აძლევდა ირანს სუვერენიტეტის შენარჩუნების საშუალებას. უადგილოა იმაზე კამათი, რომ ირანი სამაგიეროს უხდის, რადგან ჩვენ ჯერ არ გვინახავს, რომ ირანს სკოლები ამოეღოს სამიზნედ. ჩვენ არ გვინახავს, რომ ირანს საავადმყოფოებისთვის დაერტყას. ჩვენ არ გვინახავს, რომ ირანს ბავშვები დაეხოცას. საერთაშორისო სამართლის პერსპექტივიდან უნივერსიტეტები ხელშეუხებელია. რა აქცევს უნივერსიტეტს ლეგიტიმურ სამიზნედ? თუ ის სამხედრო დახმარებას უწდის აგრესორს, მაშინ იმ ლოგიკით, რომელსაც ახლა აშშ-ში იყენებს, ნებისმიერი უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს კონტრაქტი თავდაცვის დეპარტამენტთან, ან ატარებს კვლევებს აშშ-ის სამხედრო ოპერაციების დასახმარებლად ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ირანისთვის ლეგიტიმური სამიზნე ხდება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით. ამ ყველაფრის უკან დგას ტექნოლოგია, რომელზეც პალანტირის ხელმძღვანელები ბლუმბერგის ეთერში სიამაყით საუბრობენ. წარმოიდგინეთ ციფრები. ერთ ადამიანს სულ რაღაც 2 კვირა სჭირდება ორჯერ მეტი სამიზნის მოსანიშნად, ვიდრე სპარსეთის ყურის პირველი ომის დროს 50 ადამიანს 6 თვის განმავლობაში დასჭირდა. ამას ისინი აირონ მენის კოსტუმსაც უწოდებენ, რომელიც ჯარისკაცი ადამიანად აქცევს. საუბარია პროექტ მეივენზე. ეს არის ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც მონაცემებს ფილტრავს და სამიზნეებს ავტომატურად არჩევს. 2017 წელს Google-მა ამ პროექტზე მუშაობაზე უარი თქვა, რადგან 3000-მა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათი კომპანია ომის ბიზნესში არ უნდა იყოს. საქმე პალანტირმა გადაიბარა და დღეს ეს სისტემა ამერიკის შეერთებული შტატების ყოველი საბრძოლო სარდლობის განუყოფელი ნაწილია. პრობლემა კი ისაა, რომ ეს ალგორითმი ვერასწავლებს მხარზე გადაკიდებული იარაღს სასურსათო კალათისგან. Აუდრეულ ეტაპზე Microsoft-მა, რომელიც სისტემას მონაცემებით ამარაგებდა, ობიექტების კლასიფიკაცია სულ 2 კატეგორიამდე დაიყვანა: ადამიანები და სატრანსპორტო საშუალებები. ომის კანონები მოითხოვს მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების, კაცების, ქალების და ბავშვების გარჩევას. ალგორითმი, რომელიც ყველაფერს მხოლოდ ადამიანად მანქანად აღიქვამს, ამ ფუნქციას უბრალოდ ვერ ასრულებს. განსხვავება ხშირად გამოსახულებაზე სულ რაღაც 3 პიქსელამდე დადის. შედეგი კი სახეზია. მინაბის სკოლაში 170-ზე მეტი გოგონა დაიღუპა. პენტაგონი ახლა იძიებს, რა როლი ითამაშა ამაში პროექტ მეივენმა. გარდა ამისა, ომის პირველ დღეებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა სრულიად ახალი ზუსტი დარტყმის რაკეტა, რომელიც ჯერ სამხედრო კატალოგშიც კი არ იყო შეყვანილი. მან უმცირე 21 ადამიანი მოკლა, მათ შორის გოგონები, რომლებიც ფრენბურთს თამაშობდნენ. აქ მთავარი პოლიტიკური ხრიკი პასუხისმგებლობის არიდება. როდესაც სამიზნეს ადამიანი ირჩევს და ბავშვები იხოცებიან, არსებობს კონკრეტული პირი, ვინც პასუხს აგებს. როდესაც გადაწყვეტილებას ალგორითმი იღებს, პასუხი ყოველთვის ერთია: ალგორითმმა შეცდომა დაუშვა. ეს არ არის წერტილოვანი ომი, ეს არის მკვლელობის კონვეირი, რომელზე პასუხისმგებლობასაც ახლა უკვე მანქანას აკისრებენ და არა ადამიანებს. აშშ-ი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებს. როგორც უკვე აღვნიშნე, მათ შორისაა მეივენის smart სისტემა. წარმოიდგინეთ Google Earth-ი ომისთვის. ეს არის საბრძოლო მოქმედებების რუკა, სადაც თეთრი წერტილები გაჟღენთილია ინფორმაციით, სიმაღლე, კოორდინატები, ზუსტი აღწერა იმისა, თუ რა იმყოფება იქ და არის თუ არა ეს ობიექტი მეგობარი თუ მტერი. სწორედ ამ სისტემას იყენებს ახლა აშშ-ი ფართოდ, როგორც საერთო საოპერაციო პლატფორმას. ზოგიერთი მას ხელოვნური ინტელექტის მისიაზე კონტროლის ცენტრსაც კი უწოდებს.
ირანის წინააღმდეგ ოპერაციების მხოლოდ პირველ 24 საათში აშოშიმა ოფიციალურად განაცხადა 1000 სამიზნეზე დარტყმის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის დამსახურება არ არის, თუმცა ის ეხმარება მონაცემების გაფილტრვაში, სამიზნეების იდენტიფიცირებასა და შერჩევაში. შემდეგ კი მათ დაკავშირებას იმ იარაღთან, რომელსაც აშშ ყველაზე შესაფერისად მიიჩნევს. თქვენ დასვით კითხვა იმ კომპანიებზე, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. თავიდან იყო Google. პენტაგონი ამ პრობლემის წინაშე იდგა. ისინი მიჩვეულნი იყვნენ საბრძოლო იარაღის წარმოებას ისეთ გიგანტებთან თანამშრომლობით, როგორიცაა Lockheed Martin და სხვები. მაგრამ დადგა მომენტი, როცა ეს კომპანიები აღარ იყვნენ ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ხაზზე. პენტაგონი გრძნობდა, რომ ადამიანებს ჰქონდათ ტელეფონები, ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ თავად პენტაგონში მას არ იყენებდნენ. ამიტომ მათ რამდენიმე სტარტაპს მიმართეს. ჩაერთო ერთი ნიუ-იორკული სტარტაპი, რომელიც ძალიან წარმატებული იყო ობიექტების იდენტიფიცირებაში. თვითმფრინავის ბორცვზე ტრამპმა ჟურნალისტებს სიამაყით უთხრა. პირველი რეჟიმი განადგურდა, ისინი ყველა დაიხოცნენ, შემდეგიც თითქმის მკვდარია, ახლა მესამე ჯგუფთან გვაქვს საქმე. ჩვენ რეჟიმის შევცვალეთ თუ დააკვირდებით, რადგან პირველი გავაცამტვერეთ, ყველა დავხოცეთ. შემდეგი რეჟიმიდანაც თითქმის ყველა მოკლულია. ახლა ამ მესამე რეჟიმში უკვე სხვა ხალხია, ისინი რომლებიც აქამდე არ გვინახავს. ამ სიტყვებით მან დაადასტურა მთავარი ილუზია, რომლითაც ის ამ ომში შევიდა. მეტიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს, რომ ირანის ახალი რეჟიმის პრეზიდენტი ბევრად უფრო ჭკვიანია და მან ამერიკას საუსთხოვა. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ირანს ახალი პრეზიდენტი არ ყავს. მასუდ ფეზეშქიანი იყო პრეზიდენტი ომამდეც და არის ახლაც. ტრამპს იმდენად სჯერა საკუთარი პროპაგანდის რეჟიმის სრულებაზე, რომ ვერც კი შეამჩნია იგივე ადამიანთან რომ აქვს საქმე. ვაშინგტონის თეორია ასეთი იყო: ირანი არის ჩოლებრივი დიქტატურა, რომელიც ერთ თავზე დგას. თუ მოკლავ ხამენეის, გაანადგურებ მის მემკვიდრეებს და მოკვეთავ მართვის სადავოებს, სისტემა ბანკოსახლივი ჩამოიშლება. ამერიკელები ელოდნენ, რომ ნანგრევებიდან ამოსული ხალხი მათ ყვავილებით შეეგებებოდა და მათთვის სასურველ პირობებზე მოაწერდა ხელს. მაგრამ ირანი არ არის ვენესუელა და მით უმეტეს არც ჩრდილოეთ კორეა. ეს არის მრავალცენტრიანი პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც ბოლო 40 წელი სწორედ ამ სცენარისთვის ემზადებოდა. ირანელებმა კარგად ნახეს, რა მოუვიდა სადამ ჰუსეინს და კადაფის. ამიტომ მათ სამხედრო სარდლობა პირველი ბომბის ჩამოვარდნამდე დაანაწევრეს, ხოლო რეგიონულ გუბერნატორებს სრული ავტონომია მისცეს. შედეგი კი ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მკვლელობების კამპანიამ არა დამყოლი მემკვიდრე რეჟიმი, არამედ ბევრად უფრო რადიკალური ძალა წარმოშვა. ყველა ვისაც მოლაპარაკების მცირედი გამოცდილება მაინც ჰქონდა, განადგურებულია. რაც დარჩა, ეს არის რევოლუციური გუშაგების ყველაზე აგრესიული ფრთა. პარლამენტის სპიკერი ყალიბაფიც კი, რომელთანაც ტრამპს გარიგების იმედი ჰქონდა, თავად არის გუშაგების საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი. ირანელი მკვლევარი იაშარ დარალშეფა თავის ბრწყინვალე ანალიზში გვთავაზობს პასუხს იმის შესახებ, თუ რატომ არის შეუძლებელი გარე ინტერვენციის შედეგად ირანული საზოგადოების გარდაქმნა. პირველ რიგში ეს იმიტომ არ მოხდება, რომ არ არსებობს ეგრეთ წოდებული ერთიანი ნებისმქონე ირანელი ხალხი, რომელსაც ერთ და იგივე რამს ხვდა. ასეთი აბსტრაქციები ყოველთვის იდეოლოგების და პროპაგანდისტების გამოგონება. ავტორი გვაჩვენებს, რომ ომმა ირანი 4 ერთმანეთთან დაპირისპირებულ სოციალურ სამყაროდ დახლიჩა. ირანში სხვადასხვა ჯგუფი ომის, რევოლუციისა და გადარჩენის საკითხს სრულიად სხვადასხვაგვარად აღიქვამს. ეს არის 4 ჩვენ, რომლებიც ერთ გეოგრაფიაში, მაგრამ სხვადასხვა სამყაროებში ცხოვრობენ. პირველი რეჟიმის იდეოლოგიური ბირთვია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან და ბომბების კრუხუნ საბრძოლო ყიჯინით ხვდებიან. დასავლური პროპაგანდა მათ ხშირად მხოლოდ სახელმწიფოსგან მოსყიდულობას წარმოაჩენს, მაგრამ ეს დიდი შეცდომა. მათთვის ირანის ისლამური რესპუბლიკა არსებობის პირობა. ისინი რეჟიმს ხედავენ როგორც ერთადერთ ფარს გლობალური უსამართლობის და იმპერიალიზმის წინააღმდეგ. მათთვის ომი არის არა კატასტროფა, არამედ წმინდა დაპირისპირება, სადაც სიკვდილი გამარჯვება. სწორედ ეს ჯგუფი ქმნის რეჟიმის იმ მყარ ბირთვს, რომლის გატეხვაც გარედან შეუძლებელია. მათთვის ომი არის არა კატასტროფა, არამედ კლასობრივი გადარჩენის საშუალება. წმინდა ომის რიტორიკით ისინი ახდენენ რესურსების სრულ მონოპოლიზაციას და ნებისმიერ შიდა კრიტიკას ომის დროინდელ ღალატად ნათლავენ. მათთვის ირანის დამარცხება საკუთარი ეკონომიკური პრივილეგიების დასასრულია, ამიტომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. მეორე პოლუცია გაუცხოებული ზედა და საშუალო კლასი. ეს ის ხალხია, ვინც კულტურულად და ეკონომიკურად დასავლეთია ორიენტირებული. ხალხი, ვისაც იმდენად სძულს რეჟიმი, რომ მზად არის ნებისმიერ ფასად მათ შორის უცხოური ინტერვენციის გზით იხილოს მისი აღსასრული.
ისინი მიესალმებიან დაბომბებს და ნებისმიერ ნგრევას აღიქვამენ როგორც თავისუფლების ფასს. მათი ლოგიკა ასეთია: ჩვენ ვერ შევძელით მათი დამხობა, ახლა ტრამპმა და ნეთანიაჰუმ გააკეთონ ეს ჩვენს ნაცვლად. ეს ის ჯგუფია, რომელიც სიძულვილის ეკონომიკაშია ჩათრეული და მზად არის ქვეყნის ინფრასტრუქტურული კოლაფსიც კი ნახოს, ოღონდ მოლების მმართველობა დასრულდეს. მათ იმდენად სურთ გლობალურ ბაზარზე ინტეგრაცია და ნეოლიბერალური ეკონომიკური სისტემა, რომ მზად არიან მიიღონ შოკური თერაპია ბომბების სახით. მათ გონიათ, რომ ომის შემდეგ მოვა თავისუფალი ბაზარი და ისინი დაიბრუნებენ თავიანთ კლასობრივ პოზიციას. მესამე გზის მაძიებლები ირანელთა უმრავლესობას წარმოადგენენ. ეს არის პროგრესული საშუალო კლასი, მასწავლებლები, ექიმები, უნივერსიტეტის პროფესორები. სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულად შეგვიძლია ავიქვათ ის, რასაც ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ აკეთებენ. ანუ ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ინდუსტრიას, საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ასე შემდეგ. მათ სულ შიდათ ირანია, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გარეშე ჩარევას. მათთვის დემოკრატია და ბომბდამშენი შეუთავსებელი ცნებებია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ. ერთი მხრივ საკუთარი ხელისუფლება, რომელიც მათ თავისუფლებას ართმევს და მეორე მხრივ იმპერია, რომელიც მათ სამშობლოს უნადგურებს. სწორედ ეს ხალხი განიცდის უდიდეს მორალურ წნევს, როგორ დაიცვა ქვეყანა ისე, რომ არ გახდე რეჟიმის პროპაგანდის ნაწილი. და ბოლოს მეოთხე ჯგუფი ეს არის ირანის მუშათა კლასის უდიდესი ნაწილი, ფერმერები და ის ხალხი, ვისაც ამ ომის ეკონომიკური შედეგები ყველაზე მძაფრად აისახება. დარალ-შეფა ამბობს, რომ მათთვის პოლიტიკური რევოლუცია არაფერია სოციალური რევოლუციის გარეშე. მათ არ სჭირდებათ მხოლოდ დროშის შეცვლა, მათ სჭირდებათ სამართლიანობა, ჯანდაცვა და ღირსეული ცხოვრება. ომი მათთვის ორმაგი ტრაგედია. ისინი არიან ადამიანები, ვინც ბომბების ქვეშ მუშაობს და ასევე ისინი, ვინც მოგვიანებით ჰიპერინფლაციისა და შიმშილის მსხვერპლი გახდება. ამ ოთხი ხალხის არსებობა ნიშნავს, რომ ირანში არ არსებობს ერთიანი ეროვნული ნება, რომელიც ტრამპს ყვავილებით შეხვდება. პირიქით, ომმა ეს გათიშულობა კიდევ უფრო გააღრმავა. თუ რეჟიმი ამ ომიდან გამარჯვებული გამოვა და დღევანდელი მოცემულობით ასე ჩანს, ჩვენ მივიღებთ ისლამური რესპუბლიკის განახლებას, რომელიც კიდევ უფრო მილიტარიზებული, უფრო ჩაკეტილი და უფრო რეპრესიული. Early on, one question for Iranians was that why are we ირანელებისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვა ყოველთვის ის იყო, თუ რატომ ვხდებით ჩვენ ისევ და ისევ დიდი სახელმწიფოების, იმპერიული ძალების მხრიდან სამხედრო აგრესიის ობიექტები. ისინი მუდმივად ეძებდნენ ამის გადაჭრის გზებს. მეორე მხრივ, ჩვენ გვქონდა ირანში პოლიტიკური წესრიგის განსაზღვრის უწყვეტი პროცესი, გვქონდა კონსტიტუციური რევოლუცია, გვქონდა მიმდინარე დემოკრატიული მოძრაობა, სხვადასხვა სოციალური მოძრაობები და პროტესტები, რომლებშიც ირანელები პოლიტიკურ თავისუფლებასა და დემოკრატიას ითხოვდნენ. როდესაც ვუყურებთ თუ როგორ იმოქმედა ამ ომებმა პოლიტიკურ წესრიგზე, ისევ ირან-ერაყის ომს რომ დავუბრუნდეთ, როგორც თქვენს კითხვაში აღნიშნეთ, ზოგადად ომებს არ მოჰყოლია დემოკრატიული გარღვევა. პირიქით, მათ გამოიწვიეს უფრო მეტად მილიტარიზებული ავტორიტარიზმი და ირანში პოლიტიკური სივრცის ჩაკეტვა. როდესაც ირან-ერაყის ომი დაიწყო და ერაყი ირანში შეიჭრა, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავდა ნაციონალისტი პრეზიდენტი აბდულ ჰასან ბანი-სადრი. პარლამენტში იყვნენ ნაციონალისტები და ისლამისტების სხვა ოპონენტები. ირანის სამოქალაქო და პოლიტიკური საზოგადოება მაღალ დონეზე იყო მობილიზებული. მაგრამ ომმა ისლამისტებს მისცა შესაძლებლობა ძალაუფლების კონსოლიდაცია მოეხდინათ. ისინი ყველა თავიანთ ოპონენტს მდრის მხარეს მომუშავედ აცხადებდნენ. გაიზარდა რეპრესიები და ძალადობა ოპონენტების წინააღმდეგ და სულ რაღაც ერთ-ორ წელიწადში ომის შედეგად პოლიტიკური სცენა სრულად შეიცვალა სამთავრობო რეპრესიების გამო. მათ ფაქტობრივად გვერდზე გაწიეს და განდევნეს ყველა მეტოქე ფრაქცია. გამოიყენეს რეპრესიების სხვადასხვა ფორმა ირანული სამოქალაქო საზოგადოების დემობილიზაციისთვის. ამჟამად ჩვენ იგივე სიტუაციას ვაკვირდებით ირანში. გვაქვს ინტერნეტის გათიშვა, რაც ირანის მოქალაქეებს ერთმანეთისგან თიშავს. ირანული საჯარო სფერო, რომელიც ინტერნეტში ფუნქციონირებდა, ახლა აღარ არსებობს. მთავრობა აგრძელებს პოლიტიკური პატიმრების სიკვდილით დასჯას. ისინი კვლავ აპატიმრებენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, ასე რომ არსებული მდგომარეობა არის ძალიან რეპრესიული. სხვადასხვა ლიდერების მკვლელობის შემდეგ ისინი უფრო რადიკალური და აგრესიული პირებით ჩანაცულდნენ. ჩვენ კვლავ ხედავთ, რას უშვება ომი ირანის პოლიტიკურ წესრიგს და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, ეს არ არის ისეთი რეჟიმის ცვლილება, რომელზეც თავდაპირველად აშშ-ში საუბრობდნენ, მაგრამ პოლიტიკური ცვლილება ისლამური რესპუბლიკის შიგნით ნამდვილად მოხდა. ისლამური რესპუბლიკა თავისი 47 წლიანი არსებობის მანძილზე სხვადასხვა მიმართულებით იცვლებოდა, ხანდახან იხსნებოდა, ხანდახან კი უფრო რეპრესიული და ჩაკეტილი ხდებოდა. ახლა სწორედ ეს უკანასკნელი შემთხვევაა. პოლიტიკური სიტუაცია გახდა ბევრად უფრო ბნელი, უფრო რეპრესიული და მთავრობა უფრო ხისტი და რადიკალური. individuals have been replaced
So we are seeing again what the war is doing to ისტორიული გაკვეთილი ვაშინგტონმა ვერ ისწავლა. 1980 წელს, როდესაც ერაყი ირანში შეიჭრა, ისლამური რესპუბლიკა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იყო, მაგრამ ომმა ისლამისტებს საშუალება მისცა გარეგანი საფრთხის ძალაუფლების კონსოლიდაცია მოეხდინათ და ყველა მეტაქვე გაენადგურებინათ. დღესაც იგივე მეორდება. ინტერნეტი გათიშულია, პატიმრების სიკვდილით დასჯა გრძელდება, ხოლო სამოქალაქო სივრცე, რომელიც რეფორმებს ითხოვდა, სრულად განადგურებულია. Iranian society has been quite a vibrant society in the past 40 years. ირანული საზოგადოება ბოლო 40 წლის განმავლობაში საკმაოდ სიცოცხლის უნარიანი იყო. ის ყოველთვის ჩართული იყო სამოქალაქო თავისუფლებების გაფართოებისთვის წარმოებულ ძალზე მნიშვნელოვან ბრძოლაში, რათა შეექმნა სივრცე ელემენტარული ამოსუნთქვისთვის და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლისთვის. ხალხმა ბევრი რამ მოიპოვა და ბევრიც დაკარგა. ვფიქრობ, ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შედეგი სწორედ ის არის, რომ მან გაანადგურა ის სივრცე, რომელშიც ადამიანები ირანული საზოგადოების ტრანსფორმაციისთვის იბრძოდნენ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ეს ომი ირანში არსებული რეპრესიული მდგომარეობისა და სოციალური სამართლიანობის საკითხისგან. ამ ომს არაფერი, აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დარღვევასთან, ან სამოქალაქო თავისუფლებებთან ირანში. მას ამასთან საერთო არ გააჩნია. Absolutely nothing to do with the question of, violations of human rights. ახლა დღის წესრიგშია სახმელეთო ოპერაცია. სრუტის კუნძულებზე, ხარგზე, ტუმბებსა თუ აბუ-მუსაზე, მაგრამ აქ არის ერთი მთავარი პრობლემა. ეს კუნძულები ირანის სანაპიროებიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრშია. იქ ამერიკული ჯარისკაცების გადასხმა ნიშნავს მათ ქცევა სტაციონარულ სამიზნეებად. ჰუთებმა წითელ ზღვაში უკვე აჩვენეს, რა შეუძლია ასიმეტრიულ ომს და დარტყმები ქვეყნის სიღრმიდან, რომლებსაც კონვენციური ფლოტი ვერაფერს უპირისპირებს. ირანს კი ეს შესაძლებლობები მასშტაბურად გაზრდილი აქვს. სტრატეგიული თვალსაზრისით ვაშინგტონი საკუთარ ხაფანგში ებმება და ამას შეგვიძლია ვიეტნამის სცენარი უწოდოთ. ყველაფერი იწყება ძალიან უწყინარი და ლოგიკური ნაბიჯებით, რომელსაც სამხედრო თეორიაში მისიის გაფართოებას უწოდებენ. თავიდან პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს არ არის ომი, არამედ მხოლოდ წერტილოვანი ოპერაცია და აგზავნის მცირე დესანტს, რომელიმე სტრატეგიული წერტილის, მაგალითად კუნძულის ან პორტის დასაცავად. როგორც კი ეს მცირე ჯგუფი ადგილზე ფეხს იკიდებს, ირკვევა, რომ მათ ელემენტარული გადარჩენისთვის სჭირდებათ წყლის, საკვებისა და საბრძოლო მასალის უწყვეტი მომარაგება. ამ მომარაგების ხაზების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკვე გაცილებით დიდი კონტინგენტია საჭირო, რადგან მცირე ჯგუფი ვერც საკუთარ თავს დაიცავს და ვერც ლოგისტიკურ გზებს. რაც უფრო მეტი ჯარისკაცი შედის წყლისა და უსაფრთხოების დასაცავად, მით უფრო დიდ და სტაციონარულ სამიზნედ იქცევიან ისინი ადგილობრივი ძალებისთვის. როდესაც პირველი მსხვერპლი ჩდება, პრეზიდენტი უკვე პოლიტიკური წნეხის ქვეშ ხვდება. ის ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ჯარი გაგზავნოს, რათა უკვე იქ ყოფი ბიჭები დაიცვას. ასე ხდება შეუმჩნეველი გადასვლა შეზღუდული რეიდიდან სრულმასშტაბიან სახმელეთო ომში. ზუსტად ეს მექანიზმი მუშაობდა ვიეტნამში 1965 წელს და ზუსტად ამას ვხედავთ დღეს ირანის სანაპიროებთან. ტრამპი ამბობს, რომ მას ომი არ უნდა, მაგრამ როდესაც საზღვაო ქვეითებს კუნძულ ხარგზე ან აბუ-მუსაზე გადასხამს, ის მათ ავტომატურად აქცევს ირანული ასიმეტრიული დარტყმების სამიზნეებად. ამ მომენტში ომის სადავეები უკვე აღარ არის ვაშინგტონის ხელში. ტრამპი ვეღარ წყვეტს სად თავდება ოპერაცია, რადგან ყოველი მომდევნო ნაბიჯი წინა ნაბიჯის შეცდომების გამოსწორება და ბიჭების გადარჩენის მცდელობა. ეს არის იმპერიული ჩათრევის კლასიკური მაგალითი, სადაც ლოგისტიკური აუცილებლობა თუნდაც უბრალო სასმელი წყლის მიწოდება ხდება მიზეზი იმისა, რომ ქვეყანა უსასრულო და სისხლიან ჭაობში აღმოჩნდეს. თუ ამერიკელები საკუთარ ბაზებს ვერ იცავენ მეზობელ ქვეყნებში, სადაც ირანულმა დრონებმა უკვე გაანადგურეს 300 მილიონიანი ჯაშუში თვითმფრინავი, როგორ აპირებენ ისინი სპეციალური რაზმების დაცვას ირანის შუაგულში? ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მატყუარა პრეზიდენტის სახელითაა ცნობილი და რომელსაც არ გააჩნია არანაირი ინტელექტუალური თუ დისკურსული სტაბილურობა, არავითარ შემთხვევაში არ არის სანდო. სამწუხაროდ, ამერიკის ხელმძღვანელობამ შეიარაღებული ძალების სარდლობის უფლებამოსილება გადასცა ადამიანს, რომელმაც თავისი გაუწონასწორებელი პოზიციებითა და საშიში, მცდარი გადაწყვეტილებებით ამერიკული არმია სიკვდილის ჭაობში შეიყვანა. ტრამპი ერთ დღეს დილით მუქარის დოლს სცემს, იმავე საღამოს კი უკან იხევს. ხან მოლაპარაკებებზე საუბრობს, რამდენიმე საათში კი ომის მართვის გადაწყვეტილებას იღებს. ამ გაუწონასწორებელმა და ცრუ პირმა დიდი ზიანი მიაყენა ამერიკელ ხალხს, ევროპას და მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი დასავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებს. ამერიკის პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ ერთადერთი ენა, რომელიც მას ესმის, ძალის ენაა.
ტრამპის ბოლოდროინდელი მუქარების sapasუხოდ, რაც სახმელეთო ოპერაციებს ან ირანის ტერიტორიის ნებისმიერი წერტილის ოკუპაციას ეხება, რაც რა თქმა უნდა მხოლოდ ოცნებაა. ვაცხადებთ, ისლამის მეომრები დიდი ხანია ელიან ასეთ ქმედებებს, რათა დაამტკიცონ, რომ აგრესიასა და ოკუპაციას შედეგად მხოლოდ დამამცირებელი ტყვეობა, აგრესორების ნაწილებად დაგლეჯვა და მათი გაუჩინარება მოჰყვება. ამერიკელი სარდლები და ჯარისკაცები კი კარგი საკვები იქნებიან სპარსეთის ყურის ზვიგნებისთვის. ეს არის 70 წლიანი იმპერიული პროექტის კულმინაცია, რომელიც 1953 წელს მოსადეყის დამხობით დაიწყო. ტრამპი ფიქრობს, რომ ქორების პოლიტიკა მას გამარჯვებას მოუტანს, მაგრამ სინამდვილეში ის მხოლოდ ამერიკული იმპერიის ნგრევას აჩქარებს. ეს არის 70 წლიანი პროექტის კულმინაცია. ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ 1953 წელში მოსადეხთან. ეს ყოველთვის იყო იმ ლიდერების დათრგნუვის მცდელობა, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ მაშინდელი გლობალური კაპიტალიზმის დიქტატს. საუბარი იყო ნავთობის ნაციონალიზაციაზე. მოსადეყი მემარცხენეც კი არ ყოფილა. ის უბრალოდ დამოუკიდებელი, მიუმხომებელი ლიდერი იყო. შემდეგ, რა თქმა უნდა, იყო შაჰის მხარდაჭერა მისი საშინელი წამების რეჟიმით. შემდეგ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება. მხარდაჭერა ირაყისთვის ირან-ირაყის ომში, სადაც მილიონი ადამიანი დაიღუპა. და რა თქმა უნდა, სანქციების რეჟიმი, ინფრასტრუქტურის დამბლა, რიგითი მოქალაქეებისთვის მედიკამენტების წართმევა, ირანის ეკონომიკური დახრჩობა, სულეიმანის მკვლელობა. თუ გადახედავთ იმ დიდ გეოპოლიტიკურ ჭადრაკის დაფას, რაც აშშ-ს სურს, ეს არის იმპერიული დომინაცია მსოფლიოს ამ რეგიონში. ცხადია, მათ ისრაელთან მსგავსი ინტერესები აქვთ. ისინი ისრაელს იყენებენ როგორც სამხედრო გარნიზონს, როგორც თავდამსხმელ ძაღლს ახლო აღმოსავლეთში, რათა მან გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც აშშ ღიად ერიდება. ისინი ამოეფარებიან ისრაელს და ამბობენ: ახლა ეს ჩვენი ომია, რადგან ჩვენი უდიდესი მოკავშირე უნდა დავიცვათო. მათ მოსწონთ, რომ ისრაელი აკეთებს ამ ყველაფერს, რადგან ამ ფონზე თავად აშშ ნაკლებად გიჟურად და ბოროდად ჩანს. მათ დაამკვიდრეს ახალი სტანდარტი, რათა აშშ იმაზე უკეთესად წარმოაჩინონ, ვიდრე სინამდვილეშია. ეს ძველი პროექტია. გაიხსენეთ ნატოს ყოფილი სარდალი უესლი კლარკი, რომელსაც ბუშის ადმინისტრაციამ უთხრა: 5 წელიწადში 7 ქვეყანაო. ირანი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დარჩა. ეს 10 წლეულების განმავლობაში მზადდებოდა. ნეტანიაჰუს, რა თქმა უნდა, ირანის განადგურება სურს. აშშ-ს კი შესაძლოა უფრო დამყოლი ლიდერი სჭირდება, რომელიც ამერიკული ჰეგემონიის წინაშე ქეთს მოიხრის. მაგრამ არ შეცდეთ, აშშ ეს სურს. მათ ყოველთვის სურდათ ირანის გათხევა. აი რაშია საქმე. ისინი ისრაელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გახვებოდნენ, თუ ეს საბოლოოდ მათ ინტერესებს მოემსახურებოდა. და ეს არ ნიშნავს მხოლოდ მოკლევადიან მოგებას. ეს არის მთელი ახლო აღმოსავლეთის საკუთარ ხატიბაზე გარდაქმნის მცდელობა. არსებობს კიდევ ერთი გზა, რომელსაც მედიაში ალბათ ხშირად მოისმენთ. ამ ვერსიის მიხედვით, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რომ ტრამპმა გადაწყვიტოს ირანის ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვა. თუ ტრამპი ირანის ნავთობის ჭაბურღილებსა და ელექტროსადგურებს დაარტყამს, ირანის საპასუხოდ ყატარის, საუდის არაბეთის და საამიროების ენერგოობიექტებს ააფეთქებს. შედეგად ნავთობის ფასი ბარელზე $250 გადააჭარბებს. ეს ნიშნავს სოფლიო ეკონომიკის კოლაფსს წინა საარჩევნო წელს პრეზიდენტისთვის, რომლის რეიტინგიც ისედაც 36%-ია. ტრამპს არ გააჩნია სამხედრო მექანიზმი ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. მისი ყოველი მუქარა იქნება ეს ქვისხანაში დაფრუნება თუ ინფრასტრუქტურის განადგურება, მხოლოდ იმედია, რომ ირანი ტკივილისგან თავად დანებდება, მაგრამ გასული კვირების აპირისპიროს ამტკიცებს. როდესაც ეს კონფლიქტი დასრულდება, სრუტე ბუნებრივად გაიხსნება. ის უბრალოდ თავისით გაიხსნება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჰორმუზის სრუტის, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული და კომერციული წყლის გზის შესახებ უნდა გვესმოდეს, არის ის, რომ ტრამპს მისი ძალისმიერად გახსნის არანაირი სამხედრო გზა არ გააჩნია. ყველაფერი რის გაკეთებასაც ის აპირებს, ის ომის დანაშაულები, რომლებსაც დაჰპირდა, როდესაც გვესმის, როგორ საუბრობენ ის და თავდაცვის მდივანი პიტ ჰექსეთი ირანის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის განადგურებაზე, ისინი გულისხმობენ, რომ დაბომბავენ ყველა სამოქალაქო სამრეწველო ობიექტს, რასაც კი იპოვიან. ისევე როგორც ომის დასაწყისში გოგონების სკოლა დაბომბეს და ამტკიცებდნენ, რომ ეს რაღაც სამხედრო სამიზნე იყო. ეს ყველაფერი გამიზნულია იმისთვის, რომ ისლამურ რესპუბლიკას იმდენად დიდი ტკივილი მიაყენონ, რომ მან თავად გახსნას ჰორმუზის სრუტე. ეს იმიტომ, რომ სხვაგვარად ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი იძულებით გახსნის არანაირი საშუალება არ გააჩნია. ტრამპი კვლავ განაგრძობს სოფლიოსთვის თვალების ახვევას იმით, რომ ახლა კიდევ დამატებით 4 ხომალდზე ლაპარაკობს, რომელიც ირანელებმა მას წვნად მიართვეს, მაგრამ აქ არის ერთი პატარა დეტალი, რომელიც პრეზიდენტს გამორჩა. ეს ტანკერები ირანული ნავთობით არის სავსე და ისინი ირანის მოკავშირეებისკენ მიდიან.
როგორც იცით, მათ 2 დღის წინ 8 გემის გამოგზავნაზე მოგცეს თანხმობა, შემდეგ კი კიდევ 2 დაამატეს, ასე რომ სულ 10 გემი იყო. დღეს კი მათ ეს ჩვენ ხარკის სახით მოგცეს. არ ვიცი ზუსტად როგორ გამსაზღვრო, მაგრამ ფიქრობ, პატივისცემის ნიშნად მოგცეს 20 გემი ნავთობით, უზარმაზარი გემები ნავთობით, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გაივლიან და ეს ხვალ დილიდან დაიწყება. სინამდვილეში ირანმა დაამტკიცა, რომ სრუტეს სწორედ ის აკონტროლებს. ის ატარებს მას, ვისაც უნდა და ბლოკავს იმას, ვინც არ აწყობს. გამოცემა ეკონომისტი წერს, რომ ნავთობის ფასის ნახტომის გამო ირანი დღეს იმაზე 2-ჯერ მეტ ფულს აკეთებს დღეში, ვიდრე ომამდე აკეთებდა. ტრამპმა და ნეთანიაჰუმ საკუთარი ომით ირანის ბიუჯეტი შეავსეს, მაშინ როცა დასავლეთში ინფლაციური კრიზისი იწყება და ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები დგება. ტრამპი ამბობს: თქვენ გექნებათ ომი და ის ახლო აღმოსავლეთში დაიწყება. რატომ არ შეგვიძლია შევიდეთ და ავიღოთ მათი ნავთობის ნაწილი, რომელიც ზღვის გასწვრივაა? მაგრამ სანამ ის ნავთობის აღებაზე ოცნებობს, ირანის პარლამენტის სპიკერი ყალიბაფი მას სოციალურ ქსელში დასცინის და ინვესტორებს ურჩევს. თუ ტრამპი ამბობს, რომ აქციები გაიზრდება, ესე იგი დაეცემა და პირიქით ქენითო. რაც უნდა პარადოქსული იყოს, სრუტის გახსნის შესახებ იმედის გადაწურვა ტრამპმა საჯაროდაც გაახმოვანა. ის ამტკიცებს, რომ ამერიკას ჰორმუზის სრუტე საერთოდ არ სჭირდება და მისი გახსნა სხვების, მაგალითად, ჩინეთის ან საფრანგეთის საქმეა. ამერიკის შეერთებულ შტატებს თითქმის არავითარი ნავთობი არ შემოაქვს ჰორმუზის სრუტის გავლით და არც მომავალში შემოიტანს. ჩვენ ეს არ გვჭირდება, არც ადრე გვჭირდებოდა და არც ახლა გვჭირდება. ნავთობის ფასი უკვე $100-აცდა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ტანკერები ველოსიპედის სიჩქარით მოძრაობენ. ეს ნიშნავს, რომ ის გემები, რომლებიც ომამდე გამოვიდნენ, ახლა აღწევენ პორტებს. ნამდვილი შოკი აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ეს არ არის მხოლოდ საწვავის ფასი. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გააჩერა სასუქების მიწოდება. შედეგად კი სომალიში მაგალითად ადამიანები საკვებ დახმარებას ვეღარ იღებენ. ფილიპინებში ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა, ეთიოპიაში სკოლები იხურებენ. ტრამპის პატარა ომმა გლობალური ეკონომიკური გრენა დააფეთქა, რომლის ნამსხვრევები ყველაზე მეტად მსოფლიოს უღარიბეს მოსახლეობას ხვდება. ყველა ეს ასაცილო კი ისაა, რომ მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა სრუტის ძალისმიერად გახსნას არარეალური უწოდა, რამდენიმე საათში ფრანგულმა გემმა უსაფრთხოდ გაიარა ჰორმუზის სრუტე. ირანმა აჩვენა, ვინც ამერიკასთან ერთად ბომბავს ჩაიკეტება, ვინც ადეკვატურია გაივლეს. ბოლო ხანებში 2 პარალელური რეალობა გვაქვს. ერთი მხრივ ტრამპის პოსტები, რომლებიც ბაზრის დამშვიდებას ცდილობს და მეორე მხრივ ინდონეზიის, ინდოეთისა და ევროპის პანიკური მცდელობები სასწრაფოდ გადავიდნენ განახლებად ენერგიაზე. და იცით ვინ იგებს ამით? ცხადია ჩინეთი. სოფლიოში ყოველი 10 მზის პანელიდან 9 ჩინურია. ლითიუმის ბატარეების 75% ჩინეთი აწარმოებს. ტრამპის ომმა აიძულა მთელი მსოფლიო ამერიკული ნავთობდოლარის სისტემიდან ჩინურ მწვანე ტექნოლოგიებზე გადასულიყო. სწორედ ეს არის ამ სტრატეგიული გენიოსის შედეგი. ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს კიდევ ერთი ფაქტორი. იმპერიის ჰეგემონია მთავრდება მაშინ, როდესაც ის ზღვაზე უსაფრთხო ნავიგაციის გარანტიას ვეღარ იძლევა. 1815 წლის შემდეგ ეს იყო ბრიტანული და შემდეგ ამერიკული ძალაუფლების მთავარი ბოძი. დღეს ტრამპი ყველას ეუბნება. თუ ნავთობი გინდათ, თავად ჩადით სრუტეში და აიღეთ. ჩვენ აღარ დაგეხმარებით. ეს არის პაქს ამერიკანას ოფიციალური დასასრული. ამერიკული ბაზები ყატარში, ბაჰრეინსა და საამიროებში, რომლებიც ამ ქვეყნებს უსაფრთხოებას პირდებოდნენ, დღეს მათ საფრთხის მთავარი წყარო გახდა. მოკავშირეები ხედავენ, რომ ამერიკა აღარ არის სტაბილურობის გარანტი. ის არის არაპროგნოზირებადი, ქაოსური ძალა, რომელიც საკუთარ პარტნიორებს ცეცხლის ხაზზე ტოვებს. ეს არის ფერადი რევოლუცია ამერიკულ საგარეო პოლიტიკაში. ამერიკელი ხალხი კი ამ ავანტურის საფასურს ბენზინგასამართ სადგურებთან და დაცარიელებული მაცივრებით იხდის. Because the price of gasoline just went over $4 a gallon on average in the United States. თქვენ ეს უკვე იცით, რადგან ბენზინის საშუალო ფასმა ამერიკის შეერთებულ შტატებში $4 გადააჭარბა. კალიფორნიაში კი ის უკვე $6-ზე მეტია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც ისედაც მჭიდრო ბიუჯეტის პირობებში ცხოვრობენ და სასურსათო მაღაზიებში გაზრდილ ფასებს აწყდებიან, ახლა დამატებითი დიდი თანხების გადახდა უწევთ. To do what? რისთვის? იმისთვის, რომ სახლიდან სამსახურში წავიდნენ. იმისთვის, რომ წავიდნენ იქ, სადაც საკვებს ყიდულობენ. იმისთვის, რომ მოინახულონ მოხუცი მშობლების საავადმყოფოში. და ყველაფერი დანარჩენი იმ ქვეყანაში, რომელიც მთლიანად ავტომობილზეა დამოკიდებული. But that's only the beginning.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა სწრაფად განვაგრძოთ. გადამუშავებული ნავთობის ერთ-ერთ სახეობას დიზელი ეწოდება. ეს ის საწვავია, რომლითაც სატვირთო მანქანები მოძრაობენ. სწორედ სატვირთოებს მოაქვთ ჩვენთან ყველაფერი, რასაც ვყიდულობთ. იქნება ეს ინტერნეტით შეკვეთილი თუ ადგილობრივ მაღაზიაში შეძენილი ნივთი. You know how it got to the warehouse from the internet order, or you know how it got to იცით როგორ მოხდა ინტერნეტ შეკვეთა საწყობში, ან როგორ მოვიდა საქონელი მაღაზიაში? სატვირთო მანქანით. და თუ დიზელის ფასი $3 და $50-დან $5 მეტამდე იზრდება, რაც უკვე მოხდა, მაშინ ყველაფერი გაძვირდება. You will. And I'm talking about days. თქვენ ეს ჯერ არ გინახავთ, მაგრამ ნახავთ. მე ვსაუბრობ მაქსიმუმ დღეებზე ან კვირებზე. ბენზინის გაზრდილი ფასი გამოიწვევს საკვების გაძვირებას და ფასების ზრდას ყველაფერ დანარჩენზე. აი ასე აიძულებენ მასებს, რომ გადაიხადონ მაღალი ფასებით ბენზინსა და საკვებზე. ირანთან ომის ტკივილი აქაც იგრძნობა. The pain of this war on Iran is being felt here. ამ ომის კიდევ ერთი განზომილება, რომელზეც მეინსტრიმ მედია თითქმის არ საუბრობს, არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ტრამპმა თრუსოუშალზე ღიად დაიმუქრა, რომ ააფეთქებს ირანის წყლის გადამამუშავებელ ქარხნებს. საერთაშორისო სამართლით ეს პირდაპირ ომის დანაშაულია, მაგრამ აქ კიდევ უფრო დიდი აბსურდი იმალება. კავემ მადანი, გაეროსწყლის ინსტიტუტის დირექტორი, განმარტავს, რომ ირანი ამ ტექნოლოგიაზე ყველაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ყველაზე მეტად წყალი ისრაელს, საამიროებს, ყატარსა და საუდის არაბეთს ჭირდებათ. თუ პირველ ქარხანას დაარტყამენ, საპასუხო დარტყმა მყისიერი იქნება და ეს მიიმართება იმ ობიექტებისკენ, რომლებიც ამ ქვეყნების მოსახლეობას სასმელი წყლით ამარაგებს. ყურის ზოგიერთ სახელმწიფოს წყლის მარაგი სულ რამდენიმე დღით აქვს განსაზღვრული. ეს ნიშნავს ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომლის ფონზეც დღევანდელი ენერგეტიკული კრიზისი ბავშვურ თამაშად მოგოჩვენება. წყლის გადამამუშავებელ ქარხნებზე პირდაპირ დარტყმის გარაშეც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ირიბად უკვე ანგრევს წყლის სისტემებს. როდესაც ელექტროენერგია ითიშება, ტუმბოები ჩერდება, წყლის გამწვენდი ნაგებობები გამოდიან წყობრიდან და შედეგად მილიონობით ადამიანი დაბინძურებულ წყალს ომს. როგორც ჩანს, ტრამპს გადაწყვეტილი აქვს ყველაზე კოშმარული სიზმრებიც კი ცხადად აქციოს და იგივე გაუკეთოს ირანს, რასაც წლებია ისრაელი ღაზაში ჩადის. ფიქრობ, ჩვენ ვხედავთ, როგორ ახორციელებს აშშ ირანში იმას, რასაც ღაზას დოქტრინას უწოდებენ. თავდაპირველად ცნობილი როგორც დაჰიას დოქტრინა. ეს არის ის, რაც ისრაელმა გააკეთა სამხრეთ ბეირუთის გარეუბნებში 2006 წლის ომის დროს. მათ უბრალოდ გაანადგურეს ყველაფერი, რათა იქ ცხოვრება შეუძლებელი გამხდარიყო. ზუსტად ეს გააკეთეს ღაზაშიც. ჩემს გონებაში მთავარი განსხვავება ისაა, რომ როდესაც აშშ ბომბავდა და შეიჭრა ერახში 2003 წელს, იქ მაინც იყო მცდელობა გულებისა და გონების მოსაგებად. ისინი ცდილობდნენ რეჟიმის შეცვლას და ქვეყნის მშენებლობას. შენ არ გინდა მთელი ქვეყნის დანგრევა თუ მისი აღდგენა გაქვს განზრახული. თუმცა აშშ-მა მაშინაც ბევრი რამ დაანგრია, რის გამოც ის ომი ასე ცუდად დასრულდა. მაგრამ ის, რასაც ტრამპი ახლა აკეთებს, არის რადიკალური გადახვევა წარსულიდან. ჩვენ ვხედავთ, როგორ ანადგურებენ სისტემატურად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვის სისტემას, ენერგოობიექტებს, ყველაფერს, რაც სიცოცხლეს შესაძლებელს ხდის. ეს არის ის, რაც ისრაელმა გაუკეთა და უკეთებს პალესტინელებსა და ლიბანელებს. ტრამპი სვამს კითხვას, რატომ არ უნდა დავბომბოთ ისინი? ჩვენ ხომ მათზე მეტი ბომბი გვაქვს. ეთიკი სისხლიმსმელია და მზად არის დაარღვიოს ყველა კანონი. ეს არის მცდელობა გააკეთონ ის, რაც ისრაელმა ლიბანსა და ღაზაში ჩაიდინა. ომის პირველ ორ კვირაში ატმოსფეროში 5 მილიონი ტონა სათბური აირი გამოიყო. იმაზე მეტი ვიდრე 85 ქვეყნის წლიური გამონაბოლქვია ერთად აღებული. თეირანის მახლობლად აფეთქებული ნავთობის საბადოები საათობით იწოვდა და 10 მილიონიან ქალაქს შავიწვიმა ტოქსიკური ქიმიკატები დაატყდა თავს. მოსახლეობა სუნთქვის გაძნელებას აღწერს, ხოლო პასტერის ინსტიტუტი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას უნდა აკვირდებოდეს, უკვე ნანგრევებად არის ქცეული. საინტერესოა, რომ მსოფლიო კლიმატური მოძრაობა მეტწილად დუმს, ომის მიერ წარმოებულ კატასტროფული ემისიები არავის აღრიცხვაში არ ხვდება. ომს ყოველთვის თავისი ფასი აქვს და ამ შემთხვევაში ეს ფასი მომავალი თაობების ჯანმრთელობა და რეგიონის სრული აოხრება. პენტაგონი ამას საგულდაგულოდ მალავს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ამერიკის შეერთებული შტატების არმია მსოფლიოში ნომერ პირველი დამბინძურებელია და საქმე მხოლოდ ნავთობის მოხმარებაში არ არის. ები მარტინი თავის ფილმში დედამიწის უდიდესი მტერი შოკის მომგვრელ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც თანამედროვე ომში ყოველი ერთი მოკლული ადამიანისთვის საშუალოდ 250,000 ტყვია იხარჯება. ეს არ არის მხოლოდ რესურსების გიჟური ფლანგვა, ეს ბუნების და ჩვენი სასიცოცხლო გარემოს ნელი სიკვდილია. ეს ნიშნავს ომის მანქანას, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერახში თითქმის 2 მილიარდ ტყვიას ხარჯავდა. ეს ნიშნავს ლითონისა და დენთის გაუჩერებელ წვას, ერთი სტატისტიკური სამიზნის გასანადგურებლად.
ამ საბრძოლო მასალის დიდი ნაწილი დაფარულია გაღარიბებული ურანით, რომელიც იმდენად მკვრივია, რომ ნებისმიერ ჯავშანს ხრეც, მაგრამ მოხვედრისას ტოქსიკურ მტვრად იქცევა და გარემოში 9 მილიონი წლის წყევლად რჩება. ეს მტვერი არ ქრება, ის ხვდება წყალში, ჰაერსა და ადამიანების ფილტვებში. მისი ტოქსიკურობა კი ასობით 1000 წლის განმავლობაში ნარჩუნდება, რის გამოც მაგალითად ერაყში, ფალუჯაში ბავშვები დღემდე გენეტიკური მუტაციებით იბადებიან. ეს არის ომი, რომელიც ადამიანის სხეულში საუკუნეების განმავლობაში კვალს ტოვებს და თეირანში ჩამოსული შავი ტოქსიკური წვიმაც სწორედ ამ ეკოლოგიური კატასტროფის ნაწილია. სამხედრო ემისიები არც ერთ კლიმატურ შეთანხმებაში არ ხვდება, რადგან ეს ეგრეთ წოდებული ეროვნული უსაფრთხოებაა, თუმცა რეალობა ისაა, რომ იმპერიას არ ადარდებს ადამიანის უფლებები, ის უბრალოდ წვავს პლანეტას და ტოვებს მოწამულ უდაბნოს. აქ უნდა გვესმოდეს მთავარი. როდესაც ტრამპი და მისი ამალა ქირურგიული სიზუსტის დარტყმებზე საუბრობენ, ისინი ტყუიან. ბუნებაში ზუსტი დარტყმა არ არსებობს. როდესაც მიწას ტონობით ტოქსიკური ნივთიერებით წამლავ, ზუსტი მხოლოდ ის ტყუილია, რომლითაც ამ მასობრივ მკვლელობას ამართლებთ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ირანელი სასულიერო პირების ფანატიზმზე, მაგრამ იშვიათად ვამჩნევთ იმ ფუნდამენტალისტურ თეოკრატიას, რომელიც თეთრ-სახლში იყიდებს ფეხს. ტრამპის აღდგომის ლანჩზე მისი სულიერი მრჩევლები მას იესო ქრისტეს ადარებდნენ, ხოლო პასტორი ფრანკლინ გრემი ამ ომს ესთერის წიგნის თანამედროვე გაგრძელებად ნათლავდა. და ბატონო პრეზიდენტო, არ არის გადაუხდია ისეთი ფასი, როგორიც თქვენ გადაიხადეთ. ამან თითქმის თქვენი სიცოცხლე შეიწირა. თქვენ გიღალატეს, დაგაპატიმრეს და ცრუბრალი დაგდეს. ეს ნაცნობი სქემაა, რომელიც ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა გვიჩვენა, მაგრამ მისთვის ეს ამით არ დასრულებულა და არც თქვენთვის დასრულებულა. ღმერთს ყოველთვის ჰქონდა გეგმა. მესამე დღეს ის აღსდგა. მან დაამარცხა ბოროტება, მან განგმირა სიკვდილი, ჯოჯოხეთი და სამარე. და რადგან ის აღსდგა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენც შეგვიძლია აღსდგეთ. და სერ, მისი აღდგომის გამო თქვენც აღსტექით, რადგან ის იყო გამარჯვებული, თქვენც იყავით გამარჯვებული. და მე მწამს, რომ უფალმა მითქრა, ეს თქვენთვის გადმომეცა. მისი გამარჯვების გამო თქვენ იქნებით გამარჯვებული ყველაფერში, რასაც კი ხელს მოჰკიდებთ. პენტაგონში ჯარისკაცებს ეუბნებიან, რომ ირანის ომი ღვთის გეგმის ნაწილია და ის არმაგედონის მოსაახლოებლად არის საჭირო. 200-ზე მეტმა ამერიკელმა ჯარისკაცმა უკვე შეიტანა საჩივარი სარდლობის წინააღმდეგ. ამ აპოკალიფსური რიტორიკის გამო ქრისტიანი სიონისტები ტრამპის გარემოცვაში ომს განიხილავენ როგორც ბიბლიური წინასწარმეტყველების აღსრულებას, სადაც ირანი ისრაელს ესხმის თავს, რათა მეორედ მოსვლა დაჩქარდეს. და ეუფალმა მიანიჭოს ურყევი ძალა და თამშესაფარი ჩვენს მეომრებს, მათ ურღვევი დაცვა ჩვენ სამშობლოში და სრული გამარჯვება მათზე, ვინც მათთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. ამინ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარები და ეს მისია. ჩვენი ღმერთი არ არის ომის ღმერთი და მართლაც შემაძრწუნებელია ამ ომის ჩარჩოებში მოქცევა როგორც რელიგიური ომის, ან თუნდაც წმინდა ომის. ირონიულია, რომ ისინი ირანის რეჟიმს ადანაშაულებენ რელიგიის პოლიტიკაში ჩარევაში. ახლა კი იგივე გვაქვს ამერიკის თავდაცვის მდივნის მხრიდან. ქრისტიანი სიონისტები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი რეგიონისთვის. მშვიდობისა და სამართლიანობის ინსტიტუტში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დაუპირისპირდეთ ამ თეოლოგიას, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ომისა და ძალადობის თეოლოგია, მაშინ როცა ამ დროს საჭიროა მშვიდობის სწავლებები. რომის პაპმა ლეონ პირდაპირ უთხრა თავდაცვის მდივან პიტ ჰექსეტს. მას არც იარაღი აუსხამს, არც თავი დაუცავს და არც არავითარ ომში მიუღია მონაწილეობა. მან გამოავლინა ღვთის მშვიდი სახე, რომელიც ყოველთვის უარყოფს ძალადობას. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავი გადაერჩინა, მან ნება დართო, რომ ჯვარზე გაეკრათ და ამით გულში ჩაიკრა ყველა ჯვარი, რომელიც კი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ნებისმიერ დროსა თუ სივრცეში აღმართულა. დაძმანო, ეს არის ჩვენი ღმერთი, იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს და რომლის სახელითაც ვერავინ შეძლებს ომის გამართლებას. ის არ უსმენს მათ ლოცვას, ვინც ომს აწარმოებს, არამედ უარყოფს მათ და ამბობს, რამდენიც არ უნდა ილოცოთ, მე არ მოგისმენთ. თქვენი ხელების სისხლითაა სავსე. მაგრამ ვაშინგტონში ამას არ აუნუსმენს. მათთვის 90 მილიონიანი ქვეყნის ქვის ხანაში დაბრუნება არა ომის დანაშაული, არამედ წმინდა მისია. ამერიკული იმპერია დღეს თავად ირგებს იმ რიტორიკულ ნიღაბს, რის გამოც ის ირანის ფაშისტურ რეჟიმს აკრიტიკებდა. და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ YouTube-ზე წავაწყდი ერთ ვიდეოს, რომელიც მიმდინარე ომის მორალურ, ეგზისტენციალურ მხარეს სრულად აშიშვლებს. ეს არ ყოფილა მორიგი დასავლური ანალიტიკური შოუ კომფორტული სტუდიიდან, არც პროპაგანდისტული რეპორტაჟი ფრონტის ხაზიდან.
ეს იყო დიალოგი, რომელიც ჩაიწერა თეირანში ომის დაწყებიდან ზუსტად 1 თვის თავზე, 2026 წლის მარტის მიწურულს. კადრში ორი ადამიანია: მედია მკვლევარი სოფან იაჰიაი და ფილოსოფოსი მოჰამედ მეჰდი არდაბილი. ისინი შედან სარდაფში, სადაც კედლებზე პერიოდულად აფეთქებებისგან გამოწვეული ვიბრაცია გადადის. გარეთ კი ის ხმა, რომელიც დღეს თეირანის ყოველდღიურობად იქცა, F-35-ების ყრუ გრუხუნი და თავდაცვის სისტემების გაუჩერებელი მუშაობა. არდაბილი საუბარს იწყებს ფრაზით, რომელიც ნებისმიერ მაყურებელს სუნთქვას უკრავს. ჩვენ არ ვიცით ამ დიალოგს დავასრულებთ თუ არა, ან საერთოდ გადავრჩებით თუ არა ამაღამ. ეს არის ხმა უშუალოდ ჯოჯოხეთის ეპიცენტრიდან. არდაბილი, რომელიც თავად არის ქალის სიცოცხლე თავისუფლების მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი, არც კი ცდილობს ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის გამართლებას. პირიქით, ის მას უწოდებს ბრაზის წარმოების მანქანას, რომელმაც საკუთარი ხალხი ათწლეულების განმავლობაში აწამა, დაამცირა და ბოლოს წინა პროტესტების დროს უბრალოდ დახოცა. ის ღიად ამბობს, რომ სწორედ ამ რეჟიმის კულტურულმა სიჩლუნგემ და შიდა ტერორმა შექმნა ის ვაკუუმი, რომელშიც ომი შესაძლებელი გახდა. თუმცა აქვე ისვამს უმძიმეს ეგზისტენციალურ კითხვას: რა უნდა ქნას ადამიანმა, როცა მას ორი ჯალათი ერთდროულად უჭერს ხელში ხელს? შიდა დესპოტიზმი და გარე იმპერიალიზმი. მისი პასუხი შოკისმომგვრელია თავისი სიმტკიცით. მე დღეს ხელს ვართმევ იმ ჯარისკაცს, რომელიც რაკეტის გამშო პულთან დგას და ჩემს ცას იცავს. დიახ, მე მისი მადლიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, როგორც კი ომი მორჩება, ეს იგივე ადამიანი შეიძლება ხელკეტით გამომეკიდოს ქუჩაში. ეს არის ირანელი ინტელექტუალის ტრაგიკული პარადოქსი. შენ გჭირდება ჯარი, რომ ფიზიკურად არ განადგურდე, მაგრამ ეს ჯარი არის შენი შიდა მჩაგვრელიც. არდაბილი ხსნის, რომ წინააღმდეგობა ამ მომენტში ნიშნავს არა რეჟიმის სიყვარულს, არამედ იმ ფიზიკური და სოციალური სივრცის გადარჩენას, სადაც მომავალში საერთოდ შესაძლებელი იქნება თავისუფლებისთვის ბრძოლა. თუ ქვეყანა ნანგრევებად იქცა, თუ ის დაიშალა და ქვისხანაში დაბრუნდა, მაშინ ტირანიასთან ბრძოლასაც აზრი ეკარგება. აღარ იარსებებს საზოგადოება, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს. ისინი აღწერენ თეირანის იმ შემზარავ დღეებს, როცა ნავთობის აცავების დაბომბვის შემდეგ ქალაქში შავი წვიმა წამოვიდა. არდაბილი იხსენებს, როგორ სუნთქავდნენ ტოქსიკურ ჰაერს, როგორ გაშავდა მათი სახეები და მანქანები წებოვანი ნალექით. ეს აპოკალიფტური სურათი მისთვის სიმბოლოა იმისა, რასაც ის სიძულვილის ეკონომიკას უწოდებს. წლების რეპრესიებმა ხალხში ისეთი სასწარკვეთა შოა, რომ საზოგადოების ნაწილში გაჩნდა ილუზია, თითქოს ამერიკული ბომბები გათავისუფლების გზა. არდაბილი ამას უწოდებს კოლექტიურ სოციალურ თვითმკვლელობას. მისი დიაგნოზი ზუსტია: საზოგადოება, რომელიც საკუთარი ქალაქების დაბომბვას ნატრობს, უკვე მკვდარია, როგორც პოლიტიკური სუბიექტი. ის აღარ არის მებრძოლი, ის მხოლოდ სხვისი ომის ნედლეულია. არდაბილი გვაფრთხილებს: არ არსებობს თავისუფლება, რომელიც სხვისი თვითმფრინავის ფრთებითაა მოტანილი. საინტერესოა მისი მსჯელობა სამშობლოზეც. ის უარყოფს ნებისმიერ აგრესიულ ნაციონალიზმს. მისთვის სამშობლო არ არის აბსტრაქტული სახელმწიფო, დროშა ან ჰიმნი. სამშობლო ეს არის სპარსული ენა, ის ერთადერთი საცოცხლო გარემო, სადაც მას აზროვნება შეუძლია, მეგობრების გული, ადამიანური კავშირები, რომლებიც ბომბებზე ძლიერია და თეირანის ქუჩები, კონკრეტული მეხსიერება, რომელიც ყოველი აფეთქებასთან ერთად იარებით ისერება. ის ამბობს, რომ ომის დროს ირანი ხდება პასუხისმგებლობის კონკრეტული ადგილი. შენიცავ არა აიათოლებს, არამედ იმ კულტურულ და ისტორიულ ქსოვილს, რომლის გარეშეც ადამიანი უბრალოდ ბიოლოგიური მასაა. ამ დიალოგში ისმის გაფრთხილება მთელი კაცობრიობისთვის. ღაზასა და ახლა უკვე ირანის მაგალითზე დასავლურმა ადამიანის უფლებებმა საბოლოოდ დაკარგა მორალური საფუძველი. დასავლეთი აღარ გვთავაზობს დემოკრატიას, ის გვთავაზობს ბიოლოგიურ განადგურებას. ტრამპი არ არის გადახრა სისტემიდან, ის არის სისტემის ნამდვილი სახე, შიშველი ძალა ყოველგვარი მორალური ნიღბის გარეშე. არდაბილი აკრიტიკებს ინტელექტუალებს, ეგრეთ წოდებულ მშვენიერ სულებს, რომლებიც დუმან, რათა საკუთარი რეპუტაცია არ გასვარონ რეჟიმთან ასოცირებით. ის ამბობს, რომ დუმილი ომის დროს არის დანაშაული. თუ შენ არ ამბობ არა ომს, რაშიც ცხადია იგულისხმება აიათოლების რეჟიმის უარყოფაც და გმობაც, მაშინ შენს დუმილს პროსაომარი პროპაგანდა გამოიყენებს. და ბოლოს, არდაბილი გვთავაზობს წინააღმდეგობის ყველაზე ადამიანურ და მძიმე ფორმას, დისციპლინასა და სუნთქვას. ის მოუწოდებს ხალხს არ მისცენ უფლება ტრავმას, რომ ისინი ცხოველებად აქციოს. წყლის დასხმა ყვავილებისთვის ბომბების ქვეშ, მეზობლის დახმარება, ყოველდღიური რუტინის შენარჩუნება. ეს არის მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები იმპერიულ ქაოსზე. ამ ვიდეოს ყურებისას ხვდებით მთავარს. ირანი დღეს არის მომავლის ლაბორატორია.
იქ წდება დარჩება თუ არა ადამიანი მოაზროვნე სუბიექტად, როცა მას ორი ჯალათი ერთდროულად გუდავს. არდაბილის ხმა იმ თეირანის არდაფიდან არის შეხსენება, რომ თავისუფლება არც ვაშინგტონიდან მოდის და არც თეირანის თეოკრატიიდან. თავისუფლება არის უნარი დარჩი ადამიანად, მაშინაც კი როცა ცაიწვის და შავი ტოქსიკური წვიმა შენი ქალაქის ქუჩებს ფარავს. ჩვენს თვალწინ იშლება ძველი მსოფლიო წესრიგი და ამ ნანგრევებში ერთადერთი, რასაც ფასი აქვს, არის ის მორალური სიმტკიცე, რომელიც უარს ამბობს აირჩიო ნაკლები ბოროტება და იბრძოლო სიცოცხლისთვის იქ, სადაც სიკვდილი ერთადერთი პოლიტიკური ვალუტა გახდა. დღეისთვის სულ ეს იყო. ველოდებით თქვენს გამოხმაურებას და რაც თავარია შეკითხვებს, რომელსაც შევეცდები შემდეგ ეპიზოდში უპასუხო. მომავალ შეხვედრამდე დროებით.